Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით. ყველას ვაგზავნებთ ჩვენ საინტერესო ბიბლიური თემების განხილვას და დღეს მე მინდა გესაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც ბიბლიაში ჩვენ ხედავთ კერძოდ ახალ აღთქმაში. თემა ეს შემოგარგებო არის ფარისევლები. ვინ იყვნენ ფარისევლები? რას წარმოადგენენ? რატო მნიშვნელოვანი ჩვენ ამ თემის თემა ვიცოდეთ, რომ თუ ჩვენ გვეცოდება ვინ იყვნენ სინამდვილეში ფარისევლები, რა სწავლება ჰქონდათ მათ და რას ასწავლდნენ, ჩვენ მივხვდებით სრულყოფილად იესო ქრისტეს პოლემიკას მათთან მიმართებაში. თუ რა პოლემიკა ჰქონდათ, რატო ჰქონდათ მათ ერთმანეთში დავები? ანუ ეგრეთ წოდებული დავები. სინამდვილეში ეს დავები არ იყო, არამედ ეს იყო თეოლოგიური დისკუსია, რაც იმ დროს ძალიან ფართოდ გავრცელებული იყო. ამას ჩვენ ყველაფერს გავიგებთ, თუ ჩვენ სწორად გვეცოდინება ვინ იყვნენ ფარისევლები და რა იყვნენ ფარისევლები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ სანამ დავიწყებ უშუალოდ ვიდეოს, ამიტომ გთხოვთ, ვინც ჩემი გამომწვევები ხართ, გააზიაროთ ეს ვიდეო, დააკომენტაროთ, მოიწონოთ და თუ ვინმეს ფინანსურად გვერდში დგომა გინდათ, ჩვენი ფინანსური რეკვიზიტები იქნება ამ ვიდეოს პირველ კომენტარებში. თუ საზღვარგარეთ ხართ და საზღვარგარეთთან გინდათ გადმოვიწყოთ, არის ესეთი სისტემა, PayPal სისტემაც გვაქვს და შეგიძლიათ PayPal სისტემის გადმოგვიწყოთ. ესეც PayPal სისტემის რეკვიზიტებიც იქნება ქვემოთ მითითებული. მაშასე დავიწყეთ. ვინ არიან ფარისევლები? ფარისევლებმა შემოგარგებო დღეს რომ მნიშვნელობაა, ჩვენ დღეს ასოცირდება ფარისეველი იმ ადამიანთან, რომელსაც ქვია თვალთმაცი. მაგრამ შემოგარგებო პირველად ქრისტეს პირველად დროს, ანუ პირველ საუკუნეში ამ სიტყვას ესეთი დანიშნულება არ ჰქონდა. ეს შემდეგ მოხდა მათი ტრანსფორმაცია, ამ სიტყვის ტრანსფორმაცია და სხვა შინაარსის და მატარებლობა. მაშასე სიტყვა ფარისეველი მოდის ძველი ებრაული სიტყვიდან, რომელიც არის პერუში და ნიშნავს გამოყოფილს. ანუ სიტყვა ფარისეველი თავისი ეტიოლოგიური მნიშვნელობა ნიშნავს გამოყოფილებას. რას გამოეყო ისინი? გამოეყვნენ ისინი იუდა მაკაბელების ომის შემდეგ, როდესაც გაიმარჯვა ხასმონეების დინასტიამ. მაშინ ხასმონეების დინასტიამ სამი სამეფო კარზე, თქვენ იცით, ხასმონეების დინასტია ეს ლევიტელები იყო და მათ არ ჰქონდათ რჯულის მიხედვით სახელმწიფო ემართათ, მაგრამ მაშინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე მათმა ლევიტელები დანიშნეს სახელმწიფო სტრუქტურებში. ანუ თქვენ იცით, რომ ღვთლები ასრულებდნენ მხოლოდ და მხოლოდ ტაძრის რიტუალურ ფუნქციას, მაგრამ მაკაბელების გამარჯვების ომის შემდეგ ღვთლებმა დაიკავეს საქვეყნიერო პოზიციებიც, ანუ სახელმწიფო პოზიციებიც და ამიტომ ეს არ მოეწონათ პირველი მწიგნობრები, რომლებიც მოდიოდნენ ეზრას დროიდან და ეზრას დროინდელი პირველი მწიგნობრები მათ დაირქვნენ თავიანთი თავი პერუში, გამოყოფილი, ანუ ისინი გამოეყვნენ ამ სისტემას და მან დაუპირისპირდნენ. ანუ ეს იყო ფაქტურად იუდაიაში წარმოშობილი სკოლა, ანუ ეგრეთ წოდებული სექტა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მაშინდელ გამეფებულ იმ პოლიტიკურ სიტუაციას, რომელიც გამეფდა ხასმონეების დინასტიის დროს. თავდაპირველად ძალიან კარგ საქმეს აკეთებდნენ ფარისევლები აკეთებდნენ, მათ შექმნეს სკოლები, მათ შექმნეს სინაგოგები, დაარსეს სინაგოგები. თქვენ უნდა გესმოთ, რომ მაშინდელ დროს მარტო განათლებას ისრაელში ღებულობდნენ მარტო ტაძარში. მაგრამ ფარისევლებმა შეიმუშავეს ისეთი სისტემა, რომ მათმა შექმნეს სკოლები, რომელიც იყო სინაგოგებში. მათმა დაარსეს სინაგოგები, ამ სინაგოგებში დაარსეს სკოლები. ანუ ეს ყველაფერი ხდება ხასმონეების დინასტიის პერიოდში, როდესაც ფარისევლები გამოეყო ხასმონეების დინასტიის მმართველობას და მათმა შექმნეს ალტერნატიული მიმდინარეობა იუდაიზმში. აქედან გამომდინარე მათმა აიღეს საკუთარ თავზე, რომ მათ მიეცათ უბრალო ხალხისათვის განათლება წმინდა წერილის, თოვრის და ძველი აღთქმის წიგნების. შემდეგ ხასმონეების დინასტიაში მოხდა ისეთი რამე, რომ გაიმარჯვა იუდაიზმში ელინისტურმა მხედველობამ, არამედ მათ უნდათ ცოდნოდათ, რამდენად იცის ამ ადამიანმა წმინდა წერილი. რადგანაც ფარისევლების სწავლების მიხედვით მესია, რომელიც უნდა მოვიდეს, მან უნდა იცოდეს უდაოდ რჯული. ერთ-ერთი კრიტერიუმი სწავლებისა იყო რჯული.
გარდა ამისა, ფარისევლებს ჰქონდა ესეთი ძალიან კარგი შეხედულება მე როგორც ვფიქრობ და დღესაც აქტუალურია ეს თემა. ფარისევლები ამბობდნენ, რომ განათლებული არაებრაელი ადამიანი, რომელიც სწავლობს ღვთის სიტყვას, უფრო დიდია ვიდრე უცოდინარი მღვდელი. მას უფრო დიდი დაფასება აქვს გამჩენის თვალში ვიდრე უცოდინარ მღვდელს. ანუ ეს სისტემა რო თქვა ჩვენ რომ აი რადგან მღვდელია და ის წმინდანია და მას შეხება ის ხელშეუხებელია, ეს ფაქტურად ფარისეულებმა გააცამტველი და თქვან რომ ფასი თუ უცოდინარია, მისი ფასი არაფერს არ წარმოადგენს. არც უფლის თვალში და არც ხალხის თვალში. და ამიტომაც იესო ქრისტესთან მათ ჰქონდათ ყოველთვის პოლემიკა იმის გამო, თუ მათ უნდა ცოდნათ რამდენად გათვითცნობიერებულია იესო ქრისტე წმინდა წერილებში. ეს არის როდესაც ჩვენ ვკითხულობთ სახარებაში გამოსაცდელად მას ეუბნებოდნენ, ეს არ ნიშნავს რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მათ დაკლინება უნდათ იესო ქრისტესი. არა, ისინი ამოწმებდნენ იესო ქრისტე ნამდვილად მესია იყო თუ არა და თუ მესია არის, მაშინ მან უნდა იცოდეს წმინდა წერილები. მაგრამ სამწუხაროდ მათმაც არ მიიღეს ის, რადგანაც უკვე მეკითხათ, რომ ფარისეული იესო ქრისტეს დროს ფარისეულმა სწავლებამ სახე იცვალა, დეგრადირდა, უფრო რელიგიური ფორმები მიიღო და მცნებაზე დაედო და ადამიანებმა უკვე ჩაიკეტენ თავიანთ ნააზრებში და თავიანთ მოქნილ კანონებში. თავიანთ შექმნილ კანონებში ისინი ჩაიკეტენ და მოხდნენ ამ ჩაკეტილი სისტემის ტყვეები. მაგრამ იესო ქრისტე ესეთ რამეს ამბობს, რომ მათეს 23 თავში, ნახეთ როგორ ამბობს, მე არ ვიცი თქვენ მისმენთ თუ არა ამ ვიდეოს თუ უსმინეთ, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ აქ ერთი ძალიან საინტერესო რამე არის, რომელსაც იესო ქრისტე გვეუბნება, ეს არის ზუსტად ის, რომ მათეს 23 თავში იესო ამბობს, უთხრა მოსეს ტახტზე დახსნე მწიგნობრები და ფარისევლები. ამიტომ ყველაფერი, რასაც გეთქვია, შეასრულეთ და დაიცავ. ოღონ მათი საქმეებით ნუ იმოქმედებ, ვინაიდან ისინი ამბობენ და არასრულობენ. ანუ იესო ქრისტე ფარისეულს სწავლებაში ბევრ რამეში ეთანხმებოდა და ამიტომაც ეუბნება, რომ ისინი რასაც გასწავლიან, სწორად გასწავლიან, მაგრამ მათ საქმეებს არ მიბაძო, რადგან მათი საქმეები არ ემთხვევა მათ სიტყვებს. ამიტომაც წამოვიდა უკვე დღეს სიტყვა ფარისეველი ასოცირდება სიტყვა თვალთმაცთან. მე მინდა რომ გითხრათ თქვენ, რომ ფარისევლების და იესო ქრისტეს ერთმანეთში დებატები ეს იყო ქრისტიანულად რო ვთქვა, თეოლოგიური თვალსაზრისით დებატები, ხოლო ებრაელებმა რომ გამიგოს, ებრაელებისათვის ეს იყო გალახაზე კამათი. გალახურ წესებზე კამათი. ეს იყო ზუსტად მათი დავის არსი. მაშასე ჩემო კარგებო, მე მინდოდა ძალიან მოკლედ მეთქვა ეს ყველაფერი თქვენთვის რომ მიცოდეთ, რომ როდესაც თქვენ კითხულობთ ახალ აღთქმას, აუცილებლად უნდა იცოდეთ ებრაული კონტექსტი, ისტორიული კონტექსტი, რათა ჩვენ სწორად გავიგოთ ახალი აღთქმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემო კარგებო. მაშასო, გიყურეთ, დიდი მადლობა, გაგრძელება იქნება.